უფლის მშვენიერება გზამძიმე და რა რთული რამდენგვარ მტერს ერევა ეკლესია ქართული მსოფლიო მზის ნათებით ცისკენ მზერა გართული მართლ მოწმუნე ქართველით ეკლესია ქართული ვით წინვალე მზით ველი ვარდის სულნელ დართული რამდენ ტანჯვის მზიდველი ეკლესია ქართული მისი ბრძენ მესაჭეთა მაღლით მართლით მართული ქვეყნის მოჭირნახულე ეკლესია ქართული. Thank 35 წელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და ქართველი ერის სამსახურში დგას. 1977 წლის 2 აპრილს 31 წლის მირიან იორამაშვილი ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა ბერად აღკვეცა და სახელად თადეოზი უწოდა. მას შემდეგ დიდი გზა განვლო, სირთულეებით სავსე იყო ეს გზა, თუმცა მიტროპოლიტმა შეძლო თავისი მრევლისა და ეკლესიის მსახურთა დიდი სიყვარულის მოპოვება. Მერჩის წმენით ყოველთვის დაფარული ხარ, ახლოს არავინ გოროთაც ვერ მოგეკარება, თუ ღმერთი გხარობს, და ღმერთს სიცოცხლე კიდევ ესეთია, რომ ძალიან ძნელია და ნემიკვირს როგორ არსებობენ ისინი, ვისაც არ ასწავს. ასე რომ ღმერთი გვაძლიერებს და გვაძლევს ძალას პირველ რიგში. თუმცა სიყვარულია, დიდი სიყვარული საზღვრა და ჩვენ სიყვარულს ძალას როცა გვაძლევს, სიყვარული ჩვენ ძლიერებია. სრულმა სიყვარულმა გარე განდევნოს სისიო. თუ ღმერთის დიდი სიყვარული მოგანიჭა, მაშინ სიკვდილისაც აღარ გეშინია და ასე წევიყვნენ ჩვენი წინაპრები და ღმერთმა ძალიან სუსტი და ის ვარ, მაგრამ ღმერთმა მოგცეს ძალა ძლიერებს. მიტროპოლიტი თადეოზი საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავარი უწმინდესი პატრიარქის უერთგულესი თანამებრძოლი, ქართული ენის სიდიადის შემცნობი, მრავალი კარგი ლექსის ავტორი, ქართული პოეზიის დიდი ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელი, სხვათა ღვაწლის დამფასებელი და საკუთარ დამსახურებაზე მდუმარე, სამშობლოს სიყვარულით გულანთებული და სამშობლოზე მლოცველი. ასე აფასებენ მღვდელმთავრის 35 წლიან გზას, რომელიც მან ღმერთის სიყვარულით განვლო. ამას წინათ ვიყავი გორში, სადაც მეუფეს მისცეს გორის საპატიო მოქალაქის წოდება. მე ცოტა გულნაკულიც კი დარჩი და გულნაკული წამოვედი, რომ ასეთი პიროვნება როგორც მეუფეა არ შეიძლება მარტო გორის საპატიო მოქალაქეებს. მარტო პოეზიის მხარეს არ საუბრობ, არც მარტო სალოცვა. მეუფე არის დიდი ერისკაცი. ყოველივეს გარდა ლექსისა და გარდა ლოცვისა. ღმერთს ემსახურება, სინდის ნამოს ემსახურება, ჩვენს ამაღლებას სულიერს ემსახურება. მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩევა მეუფესთან ურთიერთობის დროს, რომ სადღაც ალბათ 1000 წლების დასაწყისში მოვხდი და სადაც არის სადღაც შეიძლება ქრისტეც შემოვიდეს. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩე იმდენად წმინდა, იმდენად ამაღლებული სულით და იგრძნობა ეს ყველა მის ქმედებაში, მის საუბარში. მეუფეს ლექსი რო არ დაეწერა საერთოდ, მაინც ბუნებით ის უბრწყინვალესი პოეტი გახლავთ. თავისი ცხოვრებით, თავისი უშუალობით მეუფე გახლავთ და როგორი მეგობრული ურთიერთობა ყველა ჩვენგანთან, როგორი სადაა, როგორი ლაღია, როგორი უშუალოა და სიკეთით ახსავსე ადამიანი, სასულიერო პირი. თავისი კვალი დატოვა მან ქართულ პოეზიაშიც და ქართულ სულიერებაშიც.
განებივრებულია მიტროპოლიტი თბილის სიტყვებით, მისგანაც განებივრებულნი იყვნენ სიყვარულით, ყველა გამორჩეულად უყვარდა. დღესაც უამრავი სითბო იღვრება მისი თვალებიდან, სწორედ მისმა განსაკუთრებულმა სიყვარულმა შეავსო ეს დარბაზი. უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი აქ. მარაბდელი მიტროპოლიტი თადეოზის მღვდელმთავრობის 35 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო თიანეთის კულტურის სახლში, თიანეთის საკრებულოს ფრაქცია, თიანეთის მომავლის და ლიტერატურული საზოგადოება ვერკვლის ციხელის ინიციატივით, მაჟორიტარი დეპუტატის აპარატის, გამგეობის და საკრებულოს თანადგომით გაიმართა. არის ხოლმე ესეთი წუთები, რომ იტყვი, რომ ბედნიერი ადამიანი, რომ მოასწრო იმ სიყვარულს, ხალხის მოფერებას. ღირსი მე სულ არა ვარ, ოდნავაც არა ვარ, ათასჯერ ნაკლები მეკუთვნის, მაგრამ ხალხს აქვს მდიდარი სული. მე ვთის სიყვარულით არ უსაზღვროთ მოყვარული და უყვართ ძალიან სულიერება უყვართ, სულიერებას მოწყურებულები არიან და ამ სიყვარულით გამოხატეს ეს ბუდის, რომ მიხარია, რომ ამ დღისთვის ვიცოცხლე და მოვესწარი ასეთ სიყვარულს. სახელო შენთვის სიცოცხლე სულ ყველაფერი ყოფილა, მამულო შენთვის სიკვდილი სულ ყველაფერი ყოფილა, სინდისო შენთვის სიფრთხილე სულ ყველაფერი ყოფილა, სიცოცხლე შენით სიმციმი აქ რახან მოკლე ყოფილა,
წყარამსა წუთი სოფლისას ანათებს სხივი ფოფინა ნეტავი ერთხელ ყოველი წვრილ-წვრილად მამბობინა ხილული ესე ყოფილი თითქოს არც არა ყოფილა ნეტა მას ვინაც არ ყოფნას ყოფნის ნათელი მოჰფინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეუს ახლახან 65 წელი შეუსრულდა. ახალგაზრდულ ცენტრში მისი საიუბილეო საღამო აღინიშნა. ყველამ ვიცით, რომ მეუფე ლექსებს წერს და რამდენიმე პოეტური კრებულის ავტორია. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მწერალთა კავშირის თავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა მეუფე თადეუს ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია გადასცა. ახლახან შემისრულდა 65 წელი და საქართველოს მწერალთა კავშირმა ქალბატონმა მაყვალამ და მწერალთა კავშირის წევრებმა გადმოსცეს წმინდა ილია მართლის ილია ჭავჭავაძის პრემია 2003 წლის 18 აგვისტოს ურბნისის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის კრებაზე წილკნისა და ალავერდის ეპარქიათა ტერიტორიების საფუძველზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქია დაარსდა. 2005 წლიდან მეუფე თადეუსი სწორედ ამ ეპარქიის მღვდელმთავრად დადგინდა. 5 წელი არის რომ გადმოვედი ახლად შექმნილ თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიაში. რაც შეეხება ჩვენ ეპარქიას, რამდენიმე მოძღვარი ჩემი ნაკურთხი დიაკვნად და მოძღვრად ყვლად ხელდასხმული, უწმინდესის დიდი კურთხევი და ჩემი მიერ ხელდასხმულები მსახურობენ ჩვენ ეპარქიაში, ზოგი სხვაგან მსახურობს. ჩვენ ეპარქიაში 10-ოდე მოძღვარია და 12 მოქმედი ეკლესია. თავად პოეტს მთისმგოსანი სამაგალითო პიროვნებად დაუსახავს. მისი აზრით, ვაჟა-ფშაველა ის გენიაა, რომელიც საკუთარი ცხოვრებითა თუ შემოქმედებით უფალსა და სამშობლოს პირნათლად ემსახურა. ამიტომაც თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტის ოცნებაა ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმთან ტაძარი აიგოს. მე მენატრება რომ ვაჟა-ფშაველას იმ წმინდა ეზოში სადაც დაიბადა, გაიზარდა და განსაკუთრებით იქმნიდა თავის უკდოქნილებას, სული წმინდა ჩააგონებდა. მინდა რომ აშენდეს ყოველთა წმინდათა სახელობის ტაძარი და ეს ნატურა ჯერჯერობით ნატურად რჩება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ მეუფე თადეოზის ძალისხმევით აღორძინდა ახლად შექმნილ ეპარქიაში სასულიერო ცხოვრება. მისი მოღვაწეობისას აღდგა უკვე ჩამოშლილი და მივიწყებული ტაძრები, ხოლო შარშან პირველად ისტორიის მანძილზე პირიქითა ხევსურეთში, შატილში საძირკველი ჩაეყარა ახალი ეკლესიის მშენებლობას. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმაფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღსაყდრებიდან პირველი, ვისაც მღვდელმთავრის ხარისხი მიანიჭა, ეს მეუფე თადეოზი იყო.
Shel
ჭირდება მამასა და ძესა და წმინდა სასულსა შენ ხარ ღმერთი რომელიც შთახვედ ჯოჯოხეთან დადახსე სამობანი Damaradis da oniti და წმინდათა და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანასითა და ყოველთა წმინდათა რომელთა სახსენებელსაც დღესასწაულობ ჩვენ დღეს მათითა მეოხებითა სული არქიმანდრიტრისა მამა გაბრიელისა საყოფელსა მართალთასა დააწესოს წიაღთაშინ აბრაამისათა განუსვენოს და ჩვენ შეგვიწყალნეს ვითარცა სახიერას მოწყალე და კაცთმოყვარე ამინ სანატრელსაშინა დაძინება საუკუნო განსვენებაი მიმადლე უფალო სულსა მამა გაბრიელისასა და მიეც უფალომა საუკუნო ხსენებო საუკუნო ილონსენება მამა გაბრიელისა საუკუნო ილონსენება მამა გაბრიელისა ხსენება და დანადესავმა ისმანდა იმ გვიდროს მადლობა უფალს ყველაფრისათვის გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს ჩვენთვის ბედნიერი დღე არის დღეს მამა გაბრიელი ჩვეული სიყვარული დღესაც მოძღვრავს და ერთობისა და სიყვარულის ლოცვით ავედრებს ჩვენს თავს სრულიად საქართველოს მთელ საქრისტიანოს უფალს ისმინოს ჩვენი გლახაკი ლოცვები და მოგცეს მშვიდობა და სიყვარული და ერთობა და გადარჩენა ჩვენი ქვეყნისა გაიხარე ღმერთსებარებოდეს ცხეთ რამე უფე ცხეთ აიც მცხეთაა რა გივა შეიძლება მაგიტო დაერქვა მცხეთი მარცხენა ცხეთ ხადოს ვუხსოვს დები ახლა ძიანის დავშავშოს არბიტრაჟი ზერგო მოდი ისრაელი სკანეს ჯგუფი არის მოსკოვის ქართული ეკლესიის წმინდა გიორგის მრევლი რომელთაც გადაწყვეტეს მოელოცათ მცხეთის სიწმინდეები. ასევე აქ არიან ფერეიდნელი ქართველები და ეს ჯგუფები ერთად შეიკრიბა დღეს, რათა მოელოცათ როგორც გითხარით ეს წმინდა ადგილი.
მე გახლავარ ჭყონდიდის ეპარქიიდან და ძალიან ხშირად ვსტუმრობდი მოსკოვში ქართული ეკლესიის მრევლს და მათ ვთხოვეს, რომ დღევანდელ მომლოცველობაში მიმეღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიხარულით მივიღე და თქვენ ხედავთ, რომ დღეს ეს ერთობლივი მოლოცვა შედგა და ძალიან კარგი არის, როდესაც ყველა ჯგუფი, ყველა ქართველი ადამიანი თუ მართლმადიდებელი გავერთიანდებით და ესე თუ დავიწყებთ მოლოცვას წმიდა ადგილებში, ეს იქნება უდიდესი წყალობა და ეს იქნება, რა ვიცი, ის რაც ჩვენს ერთ საკლია, უფრო მეტად, რომ გაძლიერდეს ჩვენში სიყვარული და ერთობა. მერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ და გაგაცლიოთ. საყვარელი დედაო და მორჩილიდან ლოცველი ყავს. წანდებიან საქართველოს დიდი განმანათლებლის წმინდა მეფე მირიანის მოციქულთასწორის, წმინდა დედოფალ ნანას მოციქულთასწორის, მზენინოს სავანეში, აქ მაყულოვანში ლოცულობდა, აგერ აი პატარა ტაძრის გვერდით. აქ ლოცულობდა დედა ნინო ზამთარ, ზაფხულ, ყინვაში, სიცხეში, წვიმაში, ქარში და გარეთ. და ახდენდა საკვირველ სასწაულებს, იგი მომაკვდავებს დარსაც კი აცოცხლებდა. როცა მეფე მირიან მეფის მეუღლე ძალიან სასიკვდილოდ შეიქმნავად, დედა ნინოს ევერნენ, რომ მიბრძანებულიყო სასახლეში და დაელოცა და გავაერჩინა და მზენინომ, დედანინომ, მერწიშვილმა სული წმინდით აღსავსე აკურთხა, რომ არა წესიაო, რომ ჩვენი სალოცავი ადგილი დავტოვოთო, აქ მოაბრძანეთო და მოაბრძანეს ერთი ჯვარი გადასახა, წამიერად, წუთიერად ილოცა და სულ ჯანმრთელი გახდა დედოფალი. ისტორიკოსები სხვადასხვანაირად წერენ, ზოგი ამბობს, მეფე მირიანს დასჯაუნდოდა და მზენინოსიო და ვერ იცნოო და თუ არ დაუბრუნდება კერპების იმასო, თუ არ მოიშლის ქადაგებას დავსჯიო და ამ დროს დაუბნელდაო და პირიქით კიდე ამბობენ, რომ დიდი ნატურა და ფიქრი ჰქონდა და ფიქრობდა. ახლა ეს ადვილი არ იყო, მთელი ერი იყო ურჯულო და კერძა მსახური და აი როცა სანადიროდ წავძანდა თხოთის მთაზე, კასპის ახლო-მახლო აი ცხეთიდან და გორამდე მთად რო გადადის მაგ მხარეს. იცით მთები ხო, სარკინეთის მთები, აი ეს შიომღვიმი სადაცაა მხარეს. აი თხოთის მთაზე დაუბნელდა და ველა თავის კერპებს შეეხვეწა, არაფერი გამოუვიდა და მე თქვა მზეო ნინოს, ღმერთო ნინოსო გამინათებს ბნელიო და ეგეც ცოტა ჭუჭყიანი ყავს რა ფერები. აბა თავზე დამას თუ გაჩერდება. რას გაიხარებს? პრემიერია. სოვალი. ახეთ მოტრიანდია. აი არა მიყვანო.
აი ასე მოდიოდი და ასე. აი ესე. უგნიკელი. აჩანის კაპო მაინც არაფერია, მაგრამ აგეტრია. გავშჩოვის ნებას. ხო და საგაეხსნა და ღმერთი იხილა მეფე მირიანმა. მეფე მირიანს საგაეხსნა და ღმერთი იხილა და მოვიდა დიდი საკვირველი იმითი თაყვანისცემით და დედას დამიძახეთო, დედა ნინოსო, ჩემს საკუთარ დედასო და შემდეგ მთელი საქართველო გააქრისტიანა. მერე გაგზავნეს მეფე კონსტანტინესთან მოციქულები, რომ მოციქული ერქვა, ვინც ამბავს მიუტანდა და მოციქულები ყველა ვინც ღვთის საქმეს ემსახურებოდა და იქიდან მდელმთავარი და სამღვდელოება ჩამოვზანდა და აი აქ არაგვის მტკვართან შესართავში დიდი ნათლობა ჩატარდა და მცხეთა შეიძლება ღვთისასწაულით წინდაც ერქვა, მაგრამ აი მცხეთო, მაცხეთო, აქედანაც შეიძლება რომ ეს დამკვიდრდა მე მცხეთა, მაცხეთა. ასე რომ ეს არის წმინდათა წმინდა ადგილი. ყველაზე სასწაული ის არის, რომ დედა ნინო მithova, რომ სვეტიცხოვლის ახლა სადაც სვეტიცხოველი აშენებული იქ ელოცა, იქ იყო დიდი კედარი, 64 ხედა, რამდენიმე კედარი იყო და ბოროტები ებრძოდნენ და ერთღამეს უთხრეს, რომ მტკვარი დაგუბდაო და ამ თებიდან გადმოვავ და სულ წალეკავს ყველაფერსო და არა, ეგ თქვენი წალეკვის დროაო, თქვენი წასვლისო მცხეთიდანო და შემდეგ გაიხსნა ცა და ხაზ კავშირი ხო და არაფერი მოიმოქმედოთ ხორე. კაია, კაცო, ბედნიერება მარადიული. ნეტო მაგალ მოიმოქმედოს. სუფთა მაგის. ხო და აშენდა ელვა სვეტიცხოველი და ერთხამეს გაიხსნა ცა. ესე იგი, მოამზადეს იქ აბა თქვენო თუ კარგად. კარგა, ესე და შუაში. არა, თავზე დასი. ათიდან ამბო. ხო და არა, ეს კაცო ახლა რა არის, ეს სიწმინდეა, ნეტა ამისი მადლი შეგვი. როცა მტრედს დაინახა, უცლებელად სული წმინდა გულოცავს, ხო და? გავუჩი. მე ჩქუება რომ არ გამომიჩვა. აჰა. უკეთესი. გავუჩი, დაჯე კაცო, გავუშვი. თქვენთან. დაჯე. თორ მოგეწონება მე. ეს ყველი სიკვდილი. ეს თავზე. აი საუბარი. პატარა სასწაული ხო არის? ჯერა დიდი სასწაულია რომ თქვენთან არის, ხო? ელიაში. ნუ თქვენ სამონოზმოშია და თქვენ სამთავროში და 13 ივლისს მოფრინდა 2 წლის იყო. შარშა. სწორედ ის. 13 ივლისს შემოფრინდა სამლოცველოში და აღარ წასულა. ეგეთ სასწაული სამების გახსნას რომ მოხდა ხო იცი მაშინაც, ხო? ხელზე დაგასვლა მარჯვნივ მადლი. კაცი. აი. ნუ მოჭრეს ხეები რომ ეკლესიის ასაშენებლად და რამდენიმე ხე მოჭრეს და ერთი დიდი კედარი რომ მოჭრეს ყველაზე დიდი მოინდომეს იმისი აწევა და აღმართვა და ვერაფრით ვერ აღწიეს. ხლა ის ადამიანითი ბუნებრივი იმით არ არსებობდა რომ ვერ აეწიათ, მაგრამ სასწაული უნდა მომხდარიყო და ღამის ლოცვის მერე გაიხსნა ცა, განათდა ცადა ქვეყანა და მზეზე მეტი ელვანათელით და ჩამოფრინდა ანგელოზი და ეს ხე ჰაერში ამახლა ერთი რამდენიმე მეტრის სიმაღლე, ალბათ 10 მეტრის და 15 და
სვეტი, ცხოველი. ესე იგი ცოცხალი, რომელიც ანგელოს ვერ ხედავდნენ, მთავარ ანგელოს და სვეტს ხედავდნენ, შენთან უნდა რა. სვეტს ხედავდნენ, რომ ჰაერში იყო და ცოცხალი სვეტი, სვეტი ცხოველი. ცოცხალი ძველ ქართულად არის ცხოველი. ხო და აშენდა იქ ელვა სვეტი ცხოველი და ხედავდნენ ცხა გახსნით, ციდან ელვა ნათელს და მიწიდან ადიოდა ნათელი სვეტი ცხოველის ძალი მადლით და ციდან ჩამოდიოდა ნათელი და მათ აი როგორც მდინარეს შეერიოს წმინდა ნაკადები აი ეს მიწიდან წასული სინათლე და ციდან ჩამოსული სინათლე შეთქრომას ეძახიან ძველ ქართულად იმ ლოცვაში. პირველმა კი არ დამარიგა. დამჭექა. ესო რე შენი ნებით მოხვალ ახლა რო ვიყირო ტრადიციაა წუხები. განა შენი ნებით მოხვალ ერთმა მოგიყვანა არ გაბედო. ერთხელ კიდე ადამიანები ვართ და არა ადამიანურ ცოდვაში ჩავარდი და მივყვები უწმინდესსა წირვაზე, იმიტომ რომ იზოლებული ვარ. დიდი მამა, დიდი მეუფეა, დიდი სიცოცხლეა და მას ჩვენი ცოდვები არ დაეფარება, მაგრამ ვეცოდებით, მაგრამ დავითვერი რა, მძიმე მარხვა იყო და ახლა რა დრო დათრობა იყო და ერთი ჭიქაც არის ხოლმე ხო და არ არის საკადრისი, მაგრამ ესე მომივიდა და მეორე დღეს ისა წირვაზე ვარ და ახლა ვაროთ უწმინდეს რომ ძალიან ბევრი მომივიდა ძალიან ასე და უწმინდეს თავისი იცოდა, მაგრამ არაფერი არ შემრისხა მაპატია და ყვავილოვანი ხალიჩებზე ყვავილებია და მე ახლა როგორ ვიკადრებ გვერდზე მივყვები და ერთი სალოსივით იყო თემური ერქვა. გიჟი ეგონათ, მაგრამ ჭკვიანი იყო და ის მომდეს და ასე შვრება, მაგრამ ჩაქქოლოო. უწმინდესი მიყურებს ვეცოდები. არცის რო ეძახნა, ხო, სიონის არწივია. ო, შეიძლება. თემური, აქაც ამოდიოდა ხო? თეიმურად შავი მაღლაკელიძე იყო რა. კარგი მორწმუნე იყო, კეთილი ადამიანი, საწყალი, ხო? ბოლოს ქვებზე სიონის ყვავს ეძახნა. ხო, ყვავი კაცო, საი არწივი საიდან მოიგონე? აი, ყვავი ზუსტია, ხო და ქვებზე ეძინა ბოლოს სიცივეში ყინვაში ქვებზე ეძინა ხო? ეგრე წავიდა მე-19, ხო და ჩემი ცოდვა იმანაც დაინახა და მომდევს ასე. ჩაკულუნდა და უწმინდეს ვეცოდები მიყურება. შევედი ახლა წირვაზე და მეშველა რა, იმიტომ რომ იქ აღარ შემომყვა და აღარ იმდენი ის არ ქონდა იმას რომ იქაც ველამწყე ტაძარში. და ვდგავარ კათედრაზე უწმინდესის გვერდზე. მარტო მე ვიყავი იმ წუთში დემთავარი იქა და უწმინდესის გვერდზე ვარ და შემობრძანდა მამა გაბრიელი დახეული ტანსაცმელებით. დაბებკულს რო ვიცხით. ხო და მამაღლა ყვირის თოდეოზი დამიხედეთ პატრიარქის გვერდით მთავარ ეპისკოპოსი თოდეოზი მომკლა გავარციყო ისე მეტყოდა ხომ მე მთავარ მტკვილად მამა იყო და კარგის გამხარებელი და ცოდვაზე მაგარი მომხილებელი ძალიან ძლიერი და საი რომ მიდიოდა ხალხი რას ფიქრობდნენ გზაში ეუბნებოდა სიყვარულით ამხილებდა რა ხო და კი სიყვარული ძალიან სოფლიო კაცი იყო რა ადამიანობით გულკეთილობით სიწმინდით სიმართლით და ხანდახან აჩვენებდა რომ ვითომ ღვინოზე გიждდებოდა ყველაფერი ვითომ ამ ქვეყნიური ცოდვებზე იმაზე და ეს იყო სალოსური ხომ გამო ისინი დაფარვა. როგორ მოეფერებოდნენ ხილების მე. ოგო, ჯერ მიწასთან გაასწორებდა. მერე გააცოცხლებდა. მე გულში ჩაიგრა. ხო, ჩაიხუტებდა და შეგვისყიდა, შეგვიწყალიო პავლე მოციქულია მოცხობდა. ფსალმონიც ახო. ბედნიერი არის ბერობა, ბედნიერია მონაზნობა, ბედნიერია ღმერთიშვილი, ბედნიერება ღმერთიშვილობა. თუ შეცდომები გინდა თუ ჭირი ამ ქვეყნისა იტვირთეთო წამება ტანჯად კირილი საშინელება ჯარცმა უაზრო და სად ღმერთთან ნეტარი ტკბილი ლოცვა საუბარი საღვთოს საკითხვა საღვთოზე დაწერა საღვთოზე ქადაგება და საცხვა
ფერია სოფელი თანდათან უპრობინდება ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან რადგან სიკვდილიც ვერ აშინებთ რაც თავარია ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან შვილნი ნათლისად სის მამულში მერთან არიან ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან რადგან სიკეთეს ასხივებენ მზებრ არიან რადგან სიხარბენ მათი გული ვერ განარიან ნეტარარიან მორწმუნენი ყვავის მაცულში სიყვარული 7 არის ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან უხთოთ რამდენი სიბრმავება სიწუხარია ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან ვინ ფცეს ნუგლში უცასულში ავის არის ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან მამულო შენი გადამრჩენი ხოლოდ ჭარია ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან მამულო შენთვის თავდადება ზეცის კარია ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან რწმენა მომავლის იმედები შენ გაბარია ნეტარარიან მორწმუნენი ნეტარარიან შენი სანგული მერჩევი მარია ნეტარარიან მორწმუნენი ერთი პატარა ლექსი მაქვს ქართველებო გამახარეთ არ მომიკლათ გულით წარეთ ნუ გიჭირავთ თვალი გარეთ საქართველოს მოუარეთ ნუ შეშინდებით იმედი ყველაზე დიდი ფარია ჯერ საქართველოს სისხლის მსმელს არავის გაუხარია ღმერთი დიდია ის გვიხსნის პერო ნუმს გაგიხარია ჯვარს გოლგოთაზე აიტანს გასცემს ვინც კარგი ხარია დაგლოცოთ და გადავხაროთ
შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და დიდება შენ და მამაო დიდება შენ და ღმერთო ჩვენო დიდება შენ და მეუფეო ზეცათაო ნუ გეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისაო რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსები მადლითა შენითა საუნჯეო კეთილთაო მომნიჭებელო ცხოვრებისაო მოვედა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხონენ სახიერო სულნი ჩვენი ამინ დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ უფალო სამყაროს ტკბილო პატრონო უფალო შეგვიწყალენ ჩვენ უნდა ღმერთმა დავიფაროს, გაგვამტკიცოს, გაგვაძლიეროს, რომ სიკვდილისაც არ შეგვეშინდეს. იმიტომ რომ სიკვდილის შემდეგ არის მარადიული სიცოცხლე, მარადიული სიხარული, მარადიული ნეტარები. სახელო შენთვის სიცოცხლე სულ ყველაფერი ყოფილა მამულო შენთვის სიკვდილი სულ ყველაფერი ყოფილა სინდისო შენთვის სიფრთხილე სულ ყველაფერი ყოფილა სიცოცხლე შენი ციმციმი აქ რახან მოკლე ყოფილა სკვარამსაწუთი სოფლისას ანათებს ხივი ფოფინა ნეტავი ესე ყოველი წრილ-წრილად მაამბობინა ხილული ესე ყოფილი თითქოს არც არა ყოფილა ნეტა მას ვინაც არ ყოფნას ყოფნის ნათელი მოფინა